სახელმწიფოს მეფუტკრეობიდან დაახლოებით 100 მილიონი ლარის შემოსავალი აქვს დარგის განვითარებისთვის კი მნიშვნელოვანია შენატანების მცირე ნაწილის სექტორს მოხმარდეს. ამის შესახებ მეფუტკრეთა გაერთიანებაში აცხადებენ როგორც სექტორული ასოციაციის ხელმძღვანელი. BMG-სთან ამბობს, დღეს მთავარ პრობლემას შორის ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსოზია, რომელმაც შესაძლოა წარმოების მაჩვენებლებზეც მოახდინოს გავლენა. რამდენად მასშტაბურია პრობლემა და როგორია სახელმწიფოს რეაგირება ამ თემაზე სასაუბროთ საქმიანი დილის სტუმარი ალეკო პაპავა მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელია, რომელიც გვერდდება პირდაპირ ხაზზე. დილამშვიდობისა ბატონო ალეკო, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ამ დაავადების შესახებ, რომელზეც რამდენიმე თვის წინ დაიწყო სექტორმა საუბარი. მაშინ ითქვა, რომ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში იყო, თუ სწორად მახსოვს, გავრცელებული და ნაკლებად მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღეს რა მდგომარეობაა და ამ ნაწილში როგორი იბრძვის სექტორი, მოკლედ აღნიშნულ დაავადებას? დილამშვიდობისა, მინდა ვისარგებლო მომენტით და ყველა მეფუტკრეს, ასე ვთქვათ, საფრის ტურის სეზონი მიმდინარეობს და მინდა წარმატებული სეზონი უსურვო და ასევე ყველა წარმატებები მინდა უსურვო ყველა მეფუტკრობის პროდუქტებისა და ფუტკრის მოყვარულს. თუ ზოგადად ტროპილელაფსოზს შეეხება, ტროპილელაფსოზის ჩართვა დაფიქსირდა, როგორც ვიცით, დასავლეთ საქართველოში, თუმცა მისი არეალი გაფართოებულია და აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისშიც კი ხდება. მოდის ეს ინფორმაციები, შესაბამისად შედის რუსთაველს სააგენტოში შეტყობინებები და დასტურდება, რომ ეს ტროპილელაფსოზი უკვე ასე ვთქვათ, საქართველოში ვრცელდება. ხოლო შეეხება თვითონ აი სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას ამ ტროპილელაფსოზთან დაკავშირებით, რუსთაველს სააგენტოში არის შექმნილი ჯგუფი, წინა კვირას ქონდა შეხვედრა, ისევ იგეგმება შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. და თანხმდებით, რომ უნდა დაიგეგმოს და ერთობლივი ღონისძიებები და ჩვენი რა თქმა უნდა, ცოტა მინდა თქვა, რომ პროცესები ცოტა გვიანდება იმასთან დაკავშირებით. ხო, აი ეს მინდა და მეკითხა, საუბარი ამ დაავადებაზე დიდი ხანია უკვე დაიწყო და ამ დრომდე არ არსებობს სამოქმედო გეგმა, როგორ შეიძლება ამის მოგვარება, ან დღესდღეობით ფერმერები საკუთარი ძალებით რა ტიპის აქტივობებს ახორციელებენ, ან რა ნაწილშია სახელმწიფო ჩართული, თუ არის რაიმე ფორმით ჩართული და რა გჭირდებათ, მოკლედ რომ ეს არ გავრცელდეს მასშტაბურად და რაოდენობაში არ აისახოს. ნუ ზოგადად ამის გავრცელებას ჩვენ ხელს ვერ შეუშლით, ტიპის გავრცელებას, უბრალოდ აქ თავარი არის მისი დროული აღმოჩენა და შემდგომ მისი რაოდენობის კონტროლი ფუტკრის ოჯახებში. ეს არის თავარი მიზანი ჩვენთვის. ამისაც კი აუცილებელი და საჭირო არის ცოდნა. ანუ ცოდნა და იმ გამოცდილების გაზიარება, რაც უკვე დაგვიგროვდა ჩვენს მეფუტკრეებს. და ზოგადად ეს ინფორმაციები უნდა მივაწოდოთ მეფუტკრეებს და შესაბამისად სახელმწიფო დაგვეხმაროს უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი მეფუტკრეს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია. თუ როგორ და რანაირად უნდა ებრძოლონ უნდა ამ ტკიპს და შესაბამისად როგორ და მივიღოთ უნებელი პროდუქტი. ნუ ზოგადად ახლა რაც სურათი ისახება, ეს არის რომ მეფუტკრეები იზიარებენ ჩვენთან მიერ გასაგებულ ინფორმაციას, იმ გამოცდილებას რაც გაგვაჩნია და ასევე მიმდინარეობს დაკვირვებებო გარკვეულწილად ამ ტკიპის კონტროლი თავის რისკებს შეიცავს, საფრთხებს შეიცავს. იმიტომ რომ აქ აუცილებელი არის უკვე ისეთი პრეპარატის, ისეთი ნივთიერების ჩართულობა, რომელიც უკვე რისკებს წარმოშობს. ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად ეს რისკები უნდა იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი, როგორც მეფუტკრეებისათვის, ასევე უსაფრთხო პროდუქტის მიღებისათვის. დღესდღეობით თუ არის რაოდენობაში კლება აღნიშნული დაავადების გამო, გულისხმობ თაფლის წარმოებას? ზოგადად მე არ ვფიქრობ, რომ ახლა ძირითადი მეფუტკრეები, ვინც ვართ, ასე ვთქვათ, პროფესიონალი მეფუტკრეები, უკვე გაზიარებული აქვს და გაფიცნობიერებული აქვს თუ რა დაავადებასთან აქვს საქმე და რა ზარალი შეიძლება მიიღონ და შესაბამისად ფიზიკად არიან, შესაბამისად აკვირდებიან და მოქმედებენ, ასე ვთქვათ. აი ძირითადი დანაკარგი იქნება იმ მეფუტკრეებიდან ალბათ, რომლებსაც საფუტკარი ყავს, ასე ვთქვათ, ხობის მიზნით, ან მცირე საფუტკრეებიათ, რომელიც ძირითად გავლენას ვერ მოახდენენ საფრის რაოდენობის პროდუქტის მიღების შემცირებაში. ბატონო ალეკო, წელს რა რაოდენობის მოსავასალოდები თქვენ თქვით, რომ აქტიური სეზონი მიმდინარეობს ახლა? ძირითადად მე ვფიქრობ, რომ ისევ სტაბილური იქნება ჩვენი პროდუქტი და დაახლოებით 2000-დან 3000 ტონამდე ვფიქრობ, რომ საფრის მოსავალი გვექნება. ხომ თავარი არის ისევ ამინდებზე ვართ დამოკიდებული. აკაციაზე ვერ ვიტყვი, რომ გაუმართლა, ასე ვთქვათ, არის რეგიონების შედარებით მაღალმთიანები, სადაც აკაციის მოსავალის მიღება მოხდა, მაგრამ ფარში ისევ უამინდობა დაგვემხა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საფრი არ გვექნება. ფუტკარმა იმუშავა სხვა
თაფლოვან მცენარეებზე და შესაბამისად გაზაფხულის თაფლით მაისის თაფლსაც მეფუტკრეები გვექცენ. წინა წლის მოსავალი რამდენად რეალიზებულია სრულად თუ არის დარჩენილი ბაზარზე ან რომელია ყველაზე მეტად დღესდღეობით რომელი ბაზრებიდან ინტერესდებიან ქართული თაფლის ექსპორტით? ნუ ვიტყვი რომ წინა წლის იგი თითქმის სრულიად დამწვრილი ახლა იქ თაფლებსაც გაჩნია რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ ვისაც ვეკითხებით მეფუტკრეებს ასე რომ ვთქვათ თაფლი გაყიდულია აი ბორჯომში თუ ჩავატარებთ მაისთან დაკავშირებით ღონისძიება თვითონ სამცხე-ჯავახეთის მეფუტკრეებიდანაც კი ვერ მოგროვდა იმ რაოდენობის თაფლი, რომ სადა გამოფენაზე უფრო სრული მასშტაბით წარმოდგენილიყო. ნუ ზოგადად ვიტყვი, რომ ქვეყნებიდან არის შემოთავაზება ევროკავშირიდან, მაგალითად, იქ არის საფრანგეთი, ნორვეგია, ასე რომ ვთქვათ, და ის ძველი ისინი, ვინც იყვნენ ჩვენი ისინი, თუმცა კიდევ არის ერთი რაღაცა, რომ შედარებით ფასი დაბალი არის. და არ ამგონია, რომ ამ ფასთან მაგალითად ქართველი მეფუტკრეები ამ დაბალ ფასში თაფლის გაყიდვას დაფასებენ. ევროპის ბაზარზეა უფრო იაფი ბატონო ალეკო? დიახ, ევროპის ბაზარზე არის საუბარი, იქ დაახლოებით საბიტუმო ფასი არის ახლა 3.9, 20.1 ევრო, ასე ვთქვათ, ჩაბარები. რომელია ყველაზე მისაღები ბაზარი ფასის ნაწილში ადგილობრივი მეფუტკრეებისთვის? ჩვენთვის მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი არის სამეზობლო ბაზრები, არის აზერბაიჯანი, თურქეთი და აზიური ქვეყნები. რომლებიც შედარებით ორიენტირებული არიან აბლზე, კაპრის სახეობის თაფლზე, ასე რომ ვთქვათ, რომელიც დასავლეთ საქართველოს მიიღება მაღალი რაოდენობით და თუმცა უნდა ისიც რომ შიდა ბაზარზე და თაფლის მოხმარება გაზრდილი არის და შესაბამისად შიდა ბაზარი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეისწირეს ქართულ თავს. ფასში რა არის სხვაობა მეზობელ ქვეყნებს თუ შევადარებთ ევროპას? ფასში ძალიან დიდი სხვაობა არის, ანუ ევროპა ფაქტიურად ისევ პრობლემების ქვეშ არის, იქ შედის იაფასიანი თაფლი. ზოგადად ახალ ქვეყნებს არ დავასახელებ, მაგრამ და აი თუნდაც თურქეთი რო ავიღოთ, მეზობელი თურქეთი საკმაოდ მაღალი არის ფასი, რომელიც ქართველი მომხმარებლისათვის ძალიან მისაღებია. აქვე მინდა და მეკითხა თქვენ საუბრობდით ჩვენთან რომ დაახლოებით 90-დან 100 მილიონამდე ლარის შემოსავალი აქვს სექტორს და ამის რაღაცა 9% დახარჯვა მაინც უნდა მოხდეს მისი განვითარებისთვის. რა ნაწილში გიჭირდებათ მეფუტკრეებს მხარდაჭერა, რა ტიპის პროგრამებში ჩართვა, რომ მაჩვენებლებიც გაიზარდოს და წარმოებაც უფრო ძლიერი იყოს? ძირითადი მიმართულება ეს არის საფუტკრეების მოცულობის გაზრდა და საწარმოო პოტენციალის გაზრდა. ეს არის თავარი. ანუ ის მეფუტკრეები, რომლებიც ინტერესდებიან პროფესიონალურად, ანუ პროფესიულად უძგებიან ამ საქმიანობას ბიზნესის თვალისწინებით, შესაბამისად პატიმრებს და განვითარების საშუალება. და ასევე რა თქმა უნდა, აუცილებელი არის ფუტკრის ეჯახების მარტო თაფლზე არ არის საუბარი, აქ არის ასევე აუცილებლად დავისაუბროთ დამტვერვაზე, დამტვერვის მექანიზმზე და შესაბამისად ყოველ 10 ჰექტარზე საჭირო არის მინიმუმ 3 ფუტკრი ოჯახის სკოლა. შესაბამისად აი ზუსტად სამეფუტკრეობა აი ამ მეფუტკრეობის განვითარებისაკენ უნდა მიყოს და როგორც საწარმოო სტატუსით, ასევე სამეწარმოო სტატუსით, ასევე ფუტკრის საფუტკრეების რაოდენობის გაზრდით, შესაბამისად ასევე ყურადღება უნდა მიექცეს და თაფლოვანი მცენარეების გავრცელებას და ასევე სამთაბარო უბნების ათვისებას მეფუტკრეების მხრიდან. რაოდენობა რამდენად იზრდება ფერმერების რაოდენობა რამდენად იზრდება, ვინც ჩართულია ამ პროცესში? ახლა ჩვენ რო ზოგადად ვაკვირდებით აი თუნდაც პროფესიულ სასწავლებლებში ახალ მიღებებს, ანუ დაინტერესება მოდის ახალგაზრდების მხრიდან. აი მთავარი არის დარგმა შეინარჩუნოს სტაბილურობა, აი სტაბილური გაყიდვები რო იქნება. შესაბამისად უკვე ბაზარის გაიზრდება, მოთხოვნას გაიზრდება და თაფლის წარმოების გარდა რა ტიპის რესურსი და პოტენციალი გვაქვს და ამ მიმართულებით რამდენად მუშაობენ ფერმერები? ნუ ზოგადად აუცილებელი არის მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებზე და მუშაობა, რა თქმა უნდა, საუბარი არის პირველი მხრიდან დაინტერესება, რაც მოდის ეს არის პავის წერი, დინდგელი, პროპოლის ფასაცის სახით, ასე რომ ვთქვათ და ასევე აუცილებელი არის ფუტკრის და შხამის წარმოება. ზოგადად რასაც ვაკვირდებით ბაზარზე, შხამზე მოთხოვნა გაიზარდა, შარშან თუ იყო ფასი, მაგალითად $14 გრამზე, ეს უკვე $19 არის წუთეული. და ფასი ისევ გაიზრდება, ასე რომ ვთქვათ, თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი წარმოება არის ასე რომ ვთქვათ ამითი, ანუ ამ მხრივაც გასაზრდელი არის როგორც წარმოება, ასევე გასაზრდელი არის თვითონ შხამის მიღების კულტურაც ასე რომ ვთქვათ, აპარატურა და შესაბამისი მოწყობილობები.
მადლობა ბატონო ალიკო თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ალიკო პაპავას უსმენდით მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.